ექიმების 69 წლის ჯესიკა აფროსიძის გადარჩენას ცდილობენ. პენსიონერს ჯერ თვალწინ შვილი მოუკლეს, შემდეგ კი უმძიმესი დაზიანებები თავის არეში მიაყენეს. ის კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისში სოფელ ეცერიდან გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა. პარალელურად კი სასამართლომ ბედობის ღამეს სვანეთში მომხდარი ორმაგი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებს შორის ერთი პოლიციელია. როგორია ნაცემი ქალის მდგომარეობა, გიორგი ხუხია გვეტყვის. უკაცრავად ჯესიკა აფროსიძის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე არის. ის ამ დრომდე რჩება ქუთაისის კლინიკაში. ექიმები ამბობენ, რომ მას აქვს მძიმე დაზიანებები. მას ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული ტრამვა და როგორც ექიმები ამბობენ, ის ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში.